პრემიერ-მინისტრის წლიური ანგარიშის წარდგენა პარლამენტში გრძელდება. სხდომა კითხვების რეჟიმში ცხარე კამათის ფონზე მიმდინარეობს. ქართულ ოცნებას მწვავე დაკრიტიკებს გიორგი გახარიას გუნდი. რაც შეეხება ირაკლი კობახიძის სიტყვით გამოსვლას, მან მთავარი აქცენტები ევროკავშირთან ურთიერთობაზე, ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე, ეკონომიკურ სტაბილურობაზე, ინფრასტრუქტურულ სამუშაოებსა და რეგიონულ და საერთაშორისო პროექტებზე გააკეთა. ანგარიშის წარდგენას ქვეყნის პატრიარქი შიო მესამეც ესწრება. პრემიერ-მინისტრის მოხსენებით დაიხურება საგაზაფხულო სესია. საკანონმდებლო ორგანოდან ახლა გვერდება ჩემი კოლეგა თეონა მანაგაძე პირდაპირ ეთერში. თეონა, გისმენთ. პრემიერ-მინისტრის მთავარი გზავნილი კორუფციას ეხებოდა. ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ სახელმწიფოს მხრიდან ადგილი აქვს უკომპრომისო ბრძოლას კორუფციის წინააღმდეგ. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა იმას და აღნიშნა ის, რომ ხელისუფლების ზედა ეშალონებში კორუფცია დამარცხებულია პრინციპულად და დასრულებულია. პრემიერ-მინისტრმა დღეს ოპონენტებს მოუწოდა, თუ კი მათ კორუფციასთან დაკავშირებით რაიმე თუნდაც ერთი ფაქტი აქვთ, მას მიმართონ და ამაზე იქნება რეაგირება. ზუსტად ერთი წლის წინ საქართველოს მთავრობაში დასრულდა საკადრო ცვლილებები და ინსტიტუციური ცვლილებები, რის შემდეგაც დაიწყო ახალი ეტაპი საქართველოს მთავრობის საქმიანობაში. ამ წლის განმავლობაში თვისებრივად გაუმჯობესდა მართვის სისტემა საქართველოს მთავრობაში და ეს იყო მთავარი გარდამტეხი ცვლილება. საქართველოს მთავრობა მუშაობს სრულად გამჭვირვალედ. შემიძლია შევთავაზო ნებისმიერ ადამიანს, ოპონენტს თუ არა ოპონენტს, წარმოადგინონ თუნდაც ერთი ფაქტი ამ საანგარიშო პერიოდიდან. გასული წლის ივნისიდან კორუფციასთან დაკავშირებით თუ არის რაიმე ეჭვები და რა თქმა უნდა თითოეული ჩვენგანი ბოლომდე ვაგებთ პასუხს. კორუფცია ხელისუფლების ზედა ეშელონებში არის პრინციპულად დამარცხებული. რა თქმა უნდა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა არის საჭირო მუდმივ რეჟიმში, განსაკუთრებით ქვედა დონეზე და ბუნებრივია მთავრობა საკუთარ ყურადღებას არც შემოადუნებს ამ მიმართულებით, თუმცა კიდევ ერთხელ თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ კორუფცია ხელისუფლების ზედა ეშელონებში არის პრინციპულად აღმოფხრილი, დამარცხებული და ეს არის საქართველოს მთავრობის საქმიანობის ერთ-ერთი უმთავრესი შედეგი გასული ერთი წლის განმავლობაში. ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა გასულ წელს 2025 წელს გაიზარდა 7.9%-ით. ჩვენი ეკონომიკა გაიზარდა 3.9 მილიარდი დოლარით გასული ერთი წლის განმავლობაში 2025 წელს, რაც არის შთამბეჭდავი ნაჩვენებელი. პირველად ისტორიაში საქართველოს ეკონომიკა გადასცა 100 მილიარდ ლარს და შეადგინა 104.6 მილიარდი ლარი. ამ 5 წლის განმავლობაში სხვაობა საქართველოსა და მოლდოვის ეკონომიკებს შორის სხვაობა გაიზარდა 13.9 მილიარდი დოლარით. ეს ნიშნავს იმას, რომ სხვაობა ჩვენს ბიუჯეტებს შორის უშუალოდ გაიზარდა დაახლოებით 3.9 მილიარდი დოლარით. თქვენ იცით, რომ მოლდოვას ამადლიან სესხებს, რომელსაც აძლევენ ამ წლების განმავლობაში, ეს სესხებიც არ შველის მოლდოვას იმაში, რომ გაუმჯობესოს საკუთარი ეკონომიკური მაჩვენებლები. ასევე გვაქვს საერთაშორისო სავალუტო ფონდის საშუალოადიანი პროგნოზი, რომლის თანახმადაც 2026-2031 წლებში საქართველოს ექნება ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, როგორც ფართო რეგიონში, ასევე მთლიანად ევროპის მასშტაბით. 2012 წელს ჩვენი მოსახლეობა საშემოსავლო გადასახადის სახით იხდიდა 1.764 მილიონ ლარს. 2020 წელს ეს მაჩვენებელი გახდა 3.326 მილიონი ლარი და შარშან ეს მაჩვენებელი იყო 8.261 მილიარდი ლარი. ეს ნიშნავს რას? რომ დაბეგვრის შემდეგ ჩვენი მოსახლეობის შემოსავლები შეადგენს 33 მილიარდ ლარზე მეტს. ეს პირდაპირ აჩვენებს იმას, რომ ეს ეკონომიკური ზრდა, რომელიც აქვს ქვეყანას, პირდაპირ აისახება მოსახლეობაზე. მოსახლეობის საშუალო ხელფასი გაიზარდა 47.9%-ით. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვაქვს ინფლაციის ოპტიმალური მაჩვენებელი და ამასთან ერთად საშუალო ხელფასის ზრდა ამ 3 წლის განმავლობაში 7.9-ჯერ ასწრებდა ინფლაციას. 2024 წელს სიღარიბის მაჩვენებელი იყო 9.4% და ერთ წელიწადში ეს მაჩვენებელი შემცირდა 2.3 პუნქტით 7.1%-მდე. 5 წელიწადში საქართველოში 560,000 ადამიანმა დაძლია სიღარიბე, ბოლო 2 წელიწადში 185,000 ადამიანმა დაძლია სიღარიბე და მხოლოდ გასულ წელს სიღარიბე დაძლია 90,000 ადამიანმა. ეს არის ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორი იმისა, რომ ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა მუშაობს. 2029 წლისთვის შეიძლება საქართველოში სრულად აღმოიფხვრას სიღარიბე იმ ტემპების მიხედვით, რომელიც ჩვენ ქვეყანას აქვს აღებული, განსაკუთრებით გასული 5 წლის განმავლობაში.
უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ინარჩუნებს სოფლიოში პირველ ადგილს ბიუჯეტის გამჭირვალობის თვალსაზრისით. პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა საგარეო პოლიტიკაზეც, მათ შორის ამერიკასა და ევროკავშირთან ურთიერთობაზე. ამერიკასთან მიმართებაში თქვა, რომ ქართული მხარის სურვილია ამერიკასთან დაიწყოს ურთიერთობა სუფთა ფურცლიდან და პროცესები გადაიტვირთოს. ევროკავშირის შემთხვევაში კი აღნიშნა, რომ ურთიერთობა არის გამოწვევებით სავსე. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მიმართ ადგილი აქვს უსამართლო დამოკიდებულებას. კობახიძემ თქვა ისიც, რომ მიუხედავად იმ რეალობისა, რაც ამ დროისთვის ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებობს, პრემიერის ცნობით ასოცირების ხელშეკრულების 91% ვალდებულებებიდან არის შესრულებული. თლიან კონტექსტში კი, როგორც კობახიძე ამბობს, საქართველოს ფუნდამენტურად ასრულებს იმ ვალდებულებებს, რომელიც აღებული აქვს. ჩვენი სურვილია სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით აღოდგინოს სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ბოლო დროის განმავლობაში განვითარებული პროცესები გვინარჩუნებს ოპტიმიზმს იმასთან დაკავშირებით, რომ სტრატეგიული პარტნიორობა აღდგება. მე პირადად მქონდა სატელეფონო საარი სახელმწიფო მდივან რუბიოსთან და მქონდა ძალიან მეგობრული და საინტერესო საუბარი ორ თანამშრომლობასთან დაკავშირებით. ამის შემდეგ შედგა საქართველოში ტექნიკური ვიზიტი სახელმწიფო დეპარტამენტიდან. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს პროცესები გვინარჩუნებს ოპტიმიზმს სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენასთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებულ შტატებთან. რაც შეეხება ევროკავშირთან ურთიერთობას, იცით, რომ გამოწვევებით არის სავსე ეს ურთიერთობები, თუმცა ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ სათანადოდ შესრულდეს ასოცირების შეთანხმებიდან და DCFTA-დან, ან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებიდან გამომდინარე ვალდებულებები. და სანგარიშო პერიოდის განმავლობაში ჰქონდა ამ კუთხით ფუნდამენტური პროგრესი. საქართველოს მიერ ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებების 80% აქვს შესრულებული, მათ შორის უშუალოდ ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე ვალდებულებების 91% არის შესრულებული. ეს აჩვენებს, რა თქმა უნდა, ჩვენს მიდგომას საკითხის მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ არის უსამართლო მიდგომა, არის უამრავი გამოწვევა, ჩვენ თანმიმდევრულად ვაგრძელებთ ევროკავშირის მიმართ აღებული ვალდებულებების შესრულებას. მაქსიმუმს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენს სამეზობლოში გავაძლიეროთ თანამშრომლობა და გქონდა ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტები ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, სანგარიშო პერიოდის განმავლობაში, აზერბაიჯანში, სომხეთში, თურქეთში. ასევე განსაკუთრებულ აქცენტს ვაკეთებთ ცენტრალურ აზიაზე და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან, შუა აზიის ქვეყნებთან თანამშრომლობის განვითარებაზე. ამას აქვს არსებითი მნიშვნელობა იმისათვის, რომ ჩვენ გავაძლიეროთ ჩვენი ეკონომიკური პოტენციალი და ასევე ჩვენი პოლიტიკური რესურსები და ბუნებრივი მიმართულებით მომავალშიც აქტიურად ვიმუშავებთ. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩინეთთან მიღწეული პროგრესი სანგარიშო პერიოდის განმავლობაში. რამდენიმე დღის წინ ჩვენ ხელი მოვაწერეთ ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას ჩინეთთან, რაც არის ახალი ეტაპი სტრატეგიული პარტნიორობის გაფორმების შემდეგ. და ეს ყველაფერი არის გამოხატული კონკრეტულ ხელშესახებ შედეგებში, როგორც პოლიტიკური პარტნიორობის გაძლიერებაში, ასევე ეკონომიკური კუთხით ხელშესახებ პროგრესში. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია არაღიარების პოლიტიკა, რომელსაც სანგარიშო პერიოდის განმავლობაში წარმატებით ახორციელებდა ჩვენი ქვეყანა. ვაგრძელებთ პრაგმატული პოლიტიკის წარმოებას და ჩვენი ამოცანა ბუნებრივია კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირება საქართველოსა და რუსეთს შორის და რა თქმა უნდა, აქ წითელი ხაზი უკავშირდება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. საქართველოს მომავალშიც პრაგმატული პოლიტიკით იმოქმედებს ამ მიმართულებით. პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლის ბოლოს ისაუბრა საგარეო ჩარევებზე და მის მცდელობაზე ქვეყნის შიდა პოლიტიკაში. ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის 5 მცდელობა იყო. მან თქვა, რომ ეს პრობლემები გადაილახა და ქვეყნის დამშვიდება შეძლეს. ამ კონტექსტში ირაკლი კობახიძემ ისაუბრა როგორც ოპონენტებთან და მათ პოლიტიკასთან მიმართებაში, ასევე საქართველოს სახელმწიფოსა და ამ შემთხვევაში ეკლესიას შორის ურთიერთობაზე. პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ სახელმწიფო და ეკლესია დგანან ერთად ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების ფონზე, მაშინ როდესაც მსგავსი გამოწვევები კობახიძის თქმით ქვეყნის ისტორიაში არ ყოფილა. 4 ოქტომბრის დღეს, როდესაც იყო პირდაპირ შტურმი პრეზიდენტის სასახლეზე, ღონისძიებები ჩატარდა ისე, რომ ერთი თმის ღერი არავის ჩამოართმია. და საბოლოო ჯამში დამხობის მცდელობა დასრულდა წარუმატებლად. კიდევ ერთხელ მადლობა სამართალდამცავ სტრუქტურებს უმაღლეს დონეზე, ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით მოქმედებისთვის. მიუხედავად შანტაჟის არაერთი მცდელობისა, საზოგადოების სიცრუეს შეყვანის არაერთი მცდელობისა,
საზოგადოება ბოლომდე დადგა ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე. მადლობას ვუხდი პირველ რიგში ქართულ ხალხს და ქართულ საზოგადოებას სიმტკიცისთვის, საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის მტკიცედ გაფრთხილებისთვის. მე მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ეკლესიას, ჩვენს დედა ეკლესიას, რომელიც დგას ჩვენი ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე და დღეს არ შეიძლება კიდევ ერთხელ განსაკუთრებული მადლიერება არ გამოხადოთ წმინდეს და უნიტარის პატრიარქი ილია მეორის მიმართ. ის რომ დღეს ჩვენი ხალხი არის მტკიცე, ასეთი მტკიცე საკუთარი ეროვნული იდენტობის, ეროვნული ინტერესების დაცვაში არის იმ ნახევარსაუკუნოვანი მოღვაწეობის დამსახურება, რომელიც ჩვენს ქვეყანას აჩუქა უწმინდესმა და უნიტარესმა ილია მეორემ. მე მინდა მადლიერება გამოხატო უწმინდეს და უნიტარესის შიო მესამის მიმართ, რომელიც აგრძელებს ამ ძალიან მნიშვნელოვან საქმეს და დღეს ამ ურთულესი გლობალური და ეროვნული გამოწვევების ფონზე, როგორც არასდროს მნიშვნელოვანია სახელმწიფოს და ეკლესიის ერთად დგომა. ჩვენ გასული წლის განმავლობაში მოვახერხეთ ქვეყნის დამშვიდება. ჩვენ გამოვიარეთ ძალიან რთული რამდენიმე წელიწადი. 4 წლის განმავლობაში ქონდა ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის 5 სხვადასხვა მცდელობა, საიდანაც 4 იყო ძალადობრივი. ასეთი რთული პერიოდი გამოიარა ჩვენმა ქვეყანამ. ჩვენ საუბრობდით ეკონომიკურ წინსვლაზე. ჩვენ ქონდა 9.3% საშუალო ეკონომიკური ზრდა წლიურად გასული 5 წლის განმავლობაში და ეს ყველაფერი მოახერხეთ რევოლუციის 5 მცდელობის ფონზე. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ყოფილიყო სხვანაირი მიდგომა ეგრეთ წოდებული ოპოზიციის მხრიდან ჩვენი ქვეყნის მიმართ. რა თქმა უნდა, ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალი იქნებოდა. თქვენ იცით, რა ხმარდებოდა უცხოური გრანტები. ეგრეთ წოდებული NGO-ებზე გაცემული გრანტები ჩვენს ქვეყანაში ხმარდებოდა ზუსტად რომ ქვეყნის არევას, ხმარდებოდა თავდასხმას სახელმწიფო ინსტიტუტებზე, თავდასხმას მართლმადიდებელ ეკლესიაზე, საბოტაჟის მცდელობას და ასე შემდეგ. ჩვენ საბოლოო ჯამში გამჭვირვალობის კანონმა მოგცა ვითარების რადიკალურად შეცვლის საშუალება. თავის სახელით დავარქვით იმ ადამიანებს, რომლებიც ემსახურებიან არა საკუთარ ქვეყანას, არამედ ემსახურებიან უცხო ძალებს. აქ საუბარია როგორც ეგრეთ წოდებულ ოპოზიციურ პარტიებზე, ასევე ეგრეთ წოდებულ არასამთავრობო ორგანიზაციებზე, ეგრეთ წოდებულ მედია საშუალებებზე და ასე შემდეგ. ჩვენ მივიღეთ აუცილებელი კანონები, ეს არის მეორე მთავარი ზომა, რომელმაც მოგცა ქვეყნის დამშვიდების საშუალება სიმართლის თქმასთან ერთად. ჩვენ აღვასრულეთ სამართალი მოძალადების წინააღმდეგ. იყო ერთი საკითხი, რაც შიგნიდან არ ღვევდა სისტემას, ეს იყო კორუფციის გამოვლენებები. და აქაც ჩვენ გასული 1 წლის განმავლობაში ვაჩვენეთ სრული უკომპრომისობა და რა თქმა უნდა, მომავალშიც ასევე უკომპრომისოდ გავაგრძელებთ ბრძოლას კორუფციის წინააღმდეგ. როდესაც საუბარია ქვეყნის მიღწევებზე, მე აუცილებლად მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენი პარტიის საპატიო თავმჯდომარეს დამფუძნებელს ბატონ ბიზინა ივანიშვილს. ის მიღწევები, რომლებიც აქვს საქართველოს მთავრობას, ამ გასული წლების განმავლობაში, მათ შორის გასული წლის განმავლობაში საბოლოოდ არის იმ გეზის დამსახურება და იმ სწორი პრინციპების დამსახურება, რომლებიც ბატონმა ბიზინა ივანიშვილმა დაამკვიდრა ქართულ პოლიტიკაში 2012 წლის შემდეგ. და საბოლოო ჯამში ის რომ ჩვენ გვაქვს მშვიდობა, უწყვეტი მშვიდობა 14 წლის განმავლობაში, ის რომ ქვეყანაში არის დღეს სიმშვიდე, ის რომ ქვეყანა ინარჩუნებს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და ის რომ ქვეყანას აქვს ეკონომიკური პროგრესი, არის პირველ რიგში სწორედ ამის დამსახურება და ამ ადამიანის ბატონი ბიზინა ივანიშვილის დამსახურება კიდევ ერთხელ მადლობა მას სწორი პრინციპებისთვის, სწორი ღირებულებებისთვის და იმ მაგალითისთვის, რომელსაც გვაძლევს თითოეულ ჩვენგვანს საკუთარ საქმიანობაში. პრემიერ-მინისტრის მიმართ დეპუტატები აქტიურობენ, რომ დასვან კითხვები, ძირითადად კითხვები ისმება როგორც გახარიას გუნდის მხრიდან, ასევე ქართული ოცნების ლიდერების მხრიდან. გიორგი გახარიას გუნდის ინტერესის საგანი არის ძირითადად საგარეო პოლიტიკა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება. ქართული ოცნების ლიდერები კი მათ კრიტიკას და მწვავე კითხვებს პასუხობენ და შეიძლება ითქვას, რომ კითხვა-პასუხის რეჟიმი ამჟამად მიმდინარეობს ხარე კამათისა და დაპირისპირების ფონზე. თქვენი ანგარიშით
ჩანს რომ ორი საქართველო არსებობს. ერთი რომელშიც თქვენ ცხოვრობთ, თქვენი ფანტაზიებით და ილუზიებით, თქვენი ჯიბის სტატისტიკის სამსახურის ციფრებით და მეორე საქართველო, სადაც დანარჩენი საქართველო ცხოვრობს. რუსულ რულეტკაში გაუმართლებს თუ არ გაუმართლებს. შეეხება კორუფციას. შემიძლია კონკრეტული მაგალითები მოგიყვეთ. დიახ, თქვენ დროს არ დაწყებულა ეს პროექტები, მაგრამ ახლა მიმდინარეობს, ხელშეკრულებები მიმდინარეა და კიდევ მინდა წაგიკითხოთ ერთი დევნილის კითხვა თქვენთვის დამაბარა. ეს არის დევნილი, რომელსაც 45 ლარი აქვს წლებია და ვერ გაუზარდეთ. გეკითხეთ პრემიერს, რომელიც ამბობს, რომ მაჩვენეთო სად არისო კორუფციაო. დაბალი ქულა მომანიჭეს, უნდა მიმეღო ბინა, დამპირდნენ და გადამაგდესო. უთხარით დაინტერესდეთ, რა ხდება დევნილების ბინების გადანაწილების პროცესშიო. კორუფციას იქ აუცილებლად იპოვისო. ქალბატონი ხორგვანი გამოვიდა და კმაყოფილი რატო ხართო? კმაყოფილი რატო ხართო? პრემიერი ამბობს, რომ გვაქვს მშვიდობა. გვაქვს ეკონომიკური ზრდა მაღალი. გვაქვს შემცირება უმუშევრობის. სიღარიბის ზღვარს მიღმა ვინც არის შემცირდაო და კმაყოფილი რატო ხართო? ალბათ თქვენს და დანარჩენი უსამშობლოებიც, რომელიც უცხო ქვეყნის დაკვეთით მოქმედებთ, დღემდე მოქმედებთ, ალბათ ბედნიერები იქნებოდა, კმაყოფილები აქ ბომბები როციოდეს, აქ რო ფრონტის ხაზები კონდეს გახსნილი, აქ ალბათ ყოველ დღე ფიქრობდეთ იმისთვის, რომ მეორე დღე გაუთენდება თუ არა საქართველოს. ალბათ მაშინ იქნებოდა თქვენს და დანარჩენებიც, ვინც იქ დგანან და რევოლუციას უწყობს საკუთარ ქვეყანას. ალბათ მაშინ იქნებოდა კმაყოფილი. აბა ერთი არგუმენტი ვერ უნახე, რაღაც სიგიჟეებს იგონებ და მოდიხარ და კონკრეტ ერთი პრეტენზია ვერ დაასახელით. 2022 წელს თქვენ აღნიშნეთ, რომ საოკუპაციო ხაზთან ნამყოფიც არიყავით, როგორც პარტიის თავმჯდომარე და მოტივიც ვერ არიცოდით, რატომ უნდა ჩასულიყავით იქ. თუმცა პირობა დადეთ, რომ როგორც პრემიერ-მინისტრი ამ თანამდებობაზე არჩევის დროს ამ მანდატით ჩახვიდოდით. ამასობაში უკვე მოხდა ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსიის პროცესი და მაინტერესებს, რამდენჯერ ხართ ნამყოფი პრემიერ-მინისტრის რანგში საოკუპაციო ხაზთან? მიუხედავად უზარმაზარი წნეხის, ზეწოლის, შანტაჟის, პირველ რიგში ბატონ ბიძინა ივანიშვილზე, ბატონ ირაკლი კობახიძეზე, მთელ ჩვენს გუნდზე, ქართული ოცნების თითოეულ ჯარისკაცზე, კბილებით დავიჭირეთ და ისე გავიტარეთ, რომ ქვეყანაში არის მშვიდობა და მაგაში გვერდში არავინ არ დაგვიდექით. არც თქვენ არ დაგვიდექით გვერდში. და არ ზანაჩენი რადიკალური ოპოზიციური პარტიები პირიქით ხელს გვიშლიდით და კარგად დაფიქრდით ხოლმე მაგას რო ახსენებთ და სიტყვა გადამგდებს რო ახსენებთ ჯერ დაფიქრდით გიორგი გახარიაზე რამდენი ადამიანი და რამდენი ასე ვთქვათ თავისი ძველი თანაგუნდელი ყავს გადაგდებული და იმასაც გაგახსენებთ რომ 21 წლის არჩევნები იყო და არასრულ პატარა ბავშვებიც გადააგდო ვინც ამუშაო და ათობით ბავშვები გამოდიოდნენ შემდეგ ეთერებში და ამბობდნენ რომ ხელფასებს დაგვირდაო და ტელეფონს არ პასუხობდაო ეგეც კარგად დაიმახსოვრეთ როგორი ხასიათის და ზნის ადამიანს ემორჩილებით. თქვენ ახსენეთ რომ პრაგმატულ პოლიტიკას ატარებთ ეს აქამდეც არაერთხელ გითქვამთ რუსეთის მიმართ კონკრეტულად და მინდა შეგახსენოთ რა არის აი ამ თქვენი პრაგმატული პოლიტიკის კონკრეტული მაგალითი მინდა გითხრათ ამ თქვენი პრაგმატული ეგრეთ წოდებული პრაგმატული პოლიტიკის შედეგი რაც აი სულ ახლახან ჯერ კიდევ მაისის თვეში 9 მაისს დაიწყო კრემლში და ალბათ იცით და თუ არ იცით მე გეტყვით რომ კრემლში პუტინსა და ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას შორის ხელი მოეწერა თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ხელშეკრულებას და მას შემდეგ აი ფორსირებული ტემპით პუტინის უშუალო მონაწილეობით ხდება ჩვენი ტერიტორიის ანექსია. ძალიან დიდი იმედი მქონდა რომ დღეს თქვენ ამ შესაძლებლობას საქართველოს პარლამენტის ტრიბუნას გამოიყენებდით იმისთვის რომ ამ უმტკივნეულეს თემაზე თქვენს პოზიციას დააფიქსირებდით, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ ეს ვერ ვნახეთ და არ ვნახეთ და ამიტომ ჩემი კითხვა იქნებ განმარტოთ ზოგადად როგორ უყურებთ ამ ანექსიურ პროცესს და რა ასაპირებთ იმისთვის რომ ეს ამ პროცესს სათანადო პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება მისცეთ. გახარიელებს მინდა უთხრა ნოდარ დუმბაძის არ იყოს ადამიანს შუბლის ზარღვი რო გაუწყდებაო რა ზუსტად ესეა თქვენი საქმე. ეხლა მე არ ვიცი პოლიტიკური დედა ვინ არის თქვენი მაგრამ პოლიტიკური мама ყველამ ვიცით ვინც არის და мама აღარ ყავს გაქცეულია ესეც კარგად იცის ქართველმა ხალხმა და ზუსტად მოგიჩინათ ის ადგილი რაც გეკუთვნით ზუსტად იმ ქმედებებიდან და საქციელიდან გამომდინარე რასაც ჩადიოდით და რასაც ჩადიხართ ჩინეთთან გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობა არის მხოლოდ ეკონომიკური ხასიათის თუ ეს არის პოლიტიკური ალიანსი რა თქმა უნდა ჩვენ
ვადასტურებთ, რომ ეკონომიკური პარტნიორობა მნიშვნელოვანი არის. თუ ეს პოლიტიკური პარტნიორობა, მაშინ როგორ ანაცვლებთ ამერიკის შეერთებულ შტატებს, ქვეყანას, რომელიც აწლეულებია ჩვენს თავდაცვის უნარიანობას და სუვერენიტეტის მთავარი გარანტია იმ სახელმწიფოთი, რომელიც საერთაშორისო ასპარეზზე, მათ შორის გაეროში, ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიებისა და დევნილების დაბრუნების შესახებ რეზოლუციებს ხარს არასოდეს უჭერს. რის სანაცვლოდ ხდება საგარეო კურსის ეს რადიკალური გადახრა, თუ თქვენ არ გაქვთ მყარი გარანტია, რომ ჩინეთის საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს დეოკუპაციის პოლიტიკას დაუჭერს ხარს, რა ლოგიკით ცვლით დადასტურებულ სტრატეგიულ პარტნიორობას და უსაფრთხოების არქიტექტურას გაურკვეველ პოლიტიკურ შედეგის მქონე პარტნიორობით. და მინდა გამოვხმაურო კოლეგებს, აქ საუბარი იყო გადაგდებაზე და თქვენ ვის გადაგდებაზე საუბრობთ, მაშინ როდესაც თქვენი თანაგუნდელები ჩაუშვით და ჩასვით ციხეში, საუბარი გქონდათ ღალატზე, ანექსიაზე სიტყვა ვერ დაგაძრევინეთ, განცხადება ვერ გააკეთებინეთ, ეს არის სწორედ ეროვნული ინტერესების ღალატი. მინდა გამოვხმაურო ანექსიის საკითხს, იმიტომ რომ ჩვენმა ოპონენტებმა ამაზე ისაუბრეს. პირველ რიგში გეტყვით, რომ 15 მაისს ევროპის საბჭოს მინისტერიალზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ 9 მაისის შეთანხმება წარმოადგენს რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯების მტკიცებულებას. 2 ივნისს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 77 რაუნდზე განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაცია დგამს ნაბიჯებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების უკანონო ანექსიისკენ, მათ შორის 9 მაისს რუსეთსა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს შორის გაფორმებული ეგრეთ წოდებული მოკავშირეობის და თანამშრომლობის განყოფის შესახებ შეთანხმების გზით. მე საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ დაუგმე ეს შეთანხმება საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სახელით. ასე რომ გაუგებარია თქვენი კითხვა, რას ეხება. თუ არ გაქვთ ეს ინფორმაცია, იმედი მაქვს, რომ ახლა მიიღეთ და ამის შემდეგ ამ კითხვებს აღარ დასვათ. პრემიერ-მინისტრის მიმართ, როგორც ნახეთ, საკმაოდ ბევრი კითხვა დაისვა. მას შემდეგ, რაც სხდომა განახდება, პრემიერ-მინისტრი უკვე ამ კითხვებს თავად უპასუხებს. იქნება დაზუსტებების რეჟიმი. ეს რეჟიმი ნიშნავს იმას, რომ კანონმდებლობა შეიძლება საკუთარი კითხვები დააზუსტო მთავრობის ხელმძღვანელის წინაშე. კიდევ ერთი პროცედურა არის გათვალისწინებული. მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრი დეპუტატების კითხვებს უპასუხებს, უკვე ჩაინიშნება პოლიტიკური დებატები და მხარეებს საკუთარი პოზიციების დაფიქსირება აქაც შეიძლებათ. კიდევ ერთიც, მას შემდეგ, რაც პოლიტიკური დებატები დასრულდება, ირაკლი კობახიძეს შეუძლია შემაჯამებელი სიტყვითაც ისარგებლოს. მადლობა, თევნა მანაგაძე პარლამენტიდან გვერდებოდა პირდაპირ ეთერში.